ეს არის მეგობრებო ნატურალური ქათმის გალენა ბლანკა. ყოველგვარი ქიმიების გარეშე გამომყევით და ერთად მოვამზადოთ. პირველ რიგში ტაფაზე დავასხათ ცოტა ზეთი, დავუმატოთ კარაქი, მოვთუშოთ კარგად გემრიელად თეთრი ხახვი, სტაფილო. ძალიან იოლი რეცეპტი გელოდებათ. ცოტა რომ მოითუშება კარგად, დავუმატოთ ბულგარული წითელი მწვანე, სტაფილო იყო 2 ცალი დიდი, ხახვი იყო 1 თავი დიდი, ბულგარული თითო. ეხლა დავუმატოთ 5 კბილი ნიორი, ვისაც არ აქვს გამოწერილი არხი, გამოიწერეთ, შევკმაზოთ, დავუმატოთ მარილი, ცოტა ბევრი უნდა, წითელი პაპრიკა, კურკუმა აუცილებლად რომ ფერი ქონდეს ესეთი გემრიელი ყვითელი, შავი პილპილი და ეგ არის. ეხლა გადავიდეთ ქათმის ფილეზე. ესეთი ულამაზესი თებში მაქვს მეგობრებო, ნეგოს ახალი კოლექცია არის. ქათმის ფილე დავჭრათ ესეთ კუბიკებად და დავუმატოთ ჩვენ ბოსტნეულს, რომელიც ესე გემრიელად არის მოთუშული. კარგად მოურიოთ, სანამ მოურავთ, გეტყვით რომ ესეთი ლამაზი თებში მაქვს ბროწეულის ფორმაში, ეს ნეგოს ახალი კოლექციიდან არის, როგორც გითხარით. ძალიან ბევრი თებში დაემატა ნეგოს, შეგიძლია გადახვიდეთ და ნახოთ. ეხლა დავასხათ წყალი და მოვხარშოთ დაახლოებით 1/2 თუ დააკლდება კიდევ ამატებ წყალს. იმ დონეზე უნდა მოვხარშოთ რომ თლიანი მასა დარბილდეს. სულ ბოლოს ვამატებ წვრილად დაჭრილ ქინძს. მერე მიღებული მასა გადავიტანოთ ბლენდერში, დავაბლენდეროთ, გადავიტანოთ სასურველ თევლზე, თანაბრად გავანაწილოთ, მერე გადავიტანოთ მაცივარში, გავაჭროთ 4 საათი რომ დამაგრდეს მასა. დავჭრათ სასურველ ზომებად და გავყინოთ საყინულებში. ეს არის ნატურალური ქათმის გალენა ბლანკა. გამოიწერეთ არხი.